საბირქენდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის დედამიწის მომავალი ჩვენს ხელშია გავუფრთხილდეთ მას ფარგლებში სკოლასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს. პროექტის ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო ფლეშმობი. აქციაში მოსწავლეების გარდა ჩართულები იყვნენ პედაგოგები და მშობლები, ასევე ინკლუზიური საჭიროების მქონე ბავშვები. პროექტი ახალგაზრდების ცვლილებებისთვის განხორციელდა რეგიონალური განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. დღეს ჩვენ დასუფთავების აქცია ჩვენ სოფელში. ეს ძალიან გვიხარიათ, იმიტომ რომ ჩვენ დედამიწას უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ გვაქვს პროექტი ახალგაზრდების ცვლილებებისთვის, რომელსაც ახორციელებს რეგიონის განვითარების ცენტრი ნედის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში გვაქვს ჩვენ სოფელში დასუფთავების აქცია და ჩვენი აქციის ესე ვთქვათ სათაური არის ესეთი, დედამიწა ჩვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ მას. ჩვენ დავასუფთავებთ სკოლის ეზოს, შემდეგ სოფლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამ აქციაში ჩართულნი იქნებიან სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივი მცხოვრებლები. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ თანამონაწილეობა გაგვიწია ამ პროექტის ფარგლებში მანეულის მუნიციპალიტეტმა, ჩამობრძანდა ასევე გამგებელი ჩვენთან ჩვენ სოფელში და ჩვენ აი ესე ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე და ჩვენ ვიგნებით მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამ ცხოვრებაში და თუ გვინდათ რომ ვიყოთ კარგად და თავს კარგად ვგრძნობდეთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბუნება, ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე. ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ დღეს, ჩვენს პატარებთან, ჩვენს მეგობრებთან და გვიხარია რომ ესეთ კარგ საქმეს ვაკეთებთ. 28-29 მაისს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და აგროკომპანია ლომთაგორა მარნეულსა და წილკანში საერთაშორისო საველე სემინარს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის და სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იმართება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად სემინარში 10 ქვეყნის აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ირანის, ავღანეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ლიტვის წარმომადგენლობა მონაწილეობს. საერთაშორისო სემინარი საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით საშემოდგომო ხორბლის კულტურის განვითარებას, ამ კუთხით გლობალური გამოწვევების განხილვასა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. საერთოდ რასაც ბატონი კახა აკეთებს წლების მანძილზე, ეს არის მისაბაძი მაგალითი, ანუ ამდენ ჯიშს მოუყარა თავი. ასე ძვირადღირებული პროექტს ახორციელებს წლების მანძილზე და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისაც, ვინც ამ ბიზნესში არიან დაკავებული, რომ მათ უახერხონ თქვათ ამ შერჩეული ჯიშების დათესვა და დღევანდელი შეხვედრა, დღევანდელი კონფერენცია კიდევ არის იმ საშუალება, რომ მათმა გაიგონ რაც შეიძლება მეტი, რა თქმა უნდა, ასეთ ფერმერებს, როგორც ლომთაგორა და ბატონი კახა, ხელი შეწყობა ჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოდან და ამას ნამდვილად აკეთებს. არის უამრავი პროგრამა, შეღებათიანი აგროსესხები, ახლა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ითქვას, სათესლე მეურნეობა ვერ განვითარდება ქვეყანაში თუ არ არსებობს სერტიფიცირების სისტემა, სერტიფიცირების სამსახური. ეს დღეს ქვეყანაში არ არის სამწუხაროდ, მაგრამ სამინისტრო კვლევითი ცენტრი კონკრეტულად მუშაობს ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად და წელსვე იქნება ჯერ სიმბოლურად გაცემული სერტიფიკატი და შემდეგი წლიდან უკვე ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც აუცილებელი არის თესლის წარმოებისად. ადამიანი, ფერმერი, რომელიც თესლს აწარმოებს, მან უნდა გაყიდოს, ასე ვთქვათ, სერტიფიცირებული თესლი. დღეს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ხორბლის, საშემოდგომო ხორბლის კერძოდ და სახელწოდებით ბაქო თბილისი 2015. ესეთ კონფერენციები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება
და სხვადასხვა ქვეყნებში წინა კონფერენცია რუმინეთი, ბულგარეთში ჩატარდა და ასე შემდეგ და ეს გრძელდება. ჩვენ და ეს ესე თქვა დიდი პატივი არის ჩვენთვის, რომ წელს ჩვენ მასპინძლობთ საქართველოში ამ კონფერენციას. ამ კერძოდ ეხლა რასაც შეეხება აი ამ სანერგეს, ეს არის მსოფლიო სანერგი, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო კოლექციის 100 ჯიში და განსაკუთრებით ქართული ჯიშები და ჩვენი შემოქმედება. ამით ეხლა ხაზი გაუსვით და იმას ვამტკიცებთ, რომ ქართველები არავის ნაკლებები არა ვართ. აგერ ბატონი გიორგი არის ჩვენი ესე თქვა დიდი გულშემატკივარი და ძალიან დიდ ხარში გვიდგას სახელმწიფოც თანამშრომლობთ. საკმაოდ დიდ მოსავალს მე-11 წელს კაი წელიწადი იყო. ესე წელიწადი ბევრს არ ახსოვს. ნალექს გულისხმობ და ძალიან კაი მოსავალს მიახლოებით. ეხლა სანერგეში ვერ მოგახსენებთ, აქ უკვე გამოსტები მიდის და აქ სხვა კვლევები მიდის, მაგრამ საშუალო მოსავლიანობა ალბათ არის გვექნება ნაკვეთები, სადაც 80 ცენტნერამდე ავალთ. ალბათ ესე ვთქვათ 8 ტონა ჰექტარზე გავვალთ. ძალიან მოგვეწონა, იყო ჩამოსული მრავალი ქვეყნის დელეგაციები, ეს არის საერთაშორისო პროექტი, როგორც მოგეხსენებათ. და ბატონი კახა თავისი გუნდით ძალიან საშუალო საქმეს აკეთებს საქართველოსთვის, იმიტომ რომ ეს ჯიშები რაც არის და ეს გამოცდები რაც მიდიან, ძირითადად არის ის, რაც ქვეყანას ჭირდება. და ხვალდაზე გეკითხება იმის საწყისი და იმის ფუნდამენტი, რომ საქართველოში მოვიდეს მეტი მასავალი, მეტი ხორბალი იყოს. ამასთან მინდა ვთქვა, რომ მე წარმოვადგენ ცისფილკომბინატების ასოციაციას, საქართველოს ცისფილკომბინატების ასოციაციას. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ დღესდღეობით საქართველოში 90 მოხმარებული ხორბლის 90% არის იმპორტირებული. სამწუხაროდ მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, იმიტომ რომ გაეროს რეკომენდაციებითაც აცია მიღებული, რომ ქვეყანას უნდა გქონდეს მუდმივი მარაგი 2 თვის მოხმარების, რაც სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოს პრობლემას წარმოადგენს და დღევანდელი ჩვენი ღონისძიება და ბატონი კახაძე თავისი გუნდის ძალისხმევა ამ მიმართულებით ძალიან დასაფასებელია. ძალიან საინტერესო იყო ხორბლის ეს ჯიშები. კონფერენციაც კარგი იყო ინფორმირებულობის თვალსაზრისით. ვისურვებდი, რომ ყველა კომპანიამ შეძლოს და გააკეთოს ის, რაც გააკეთა ლომთაგორამ. ესე იგი, იქიდან დავიწყოთ, იქიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარნეულში ევროინტეგრაციის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ზაურ დარგალის, ვიად ზვიადაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს ევროინტეგრაციის პროცესებისა და მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. არჩილ ყარაულაშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციის მოსალოდნელ შედეგებსა და სარგებელზე ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანალოგიური შეხვედრა 29 მაისს ახალქალაქში გაიმართება. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მარნეულში, ხვდებით აქაურ ახალგაზრდობას. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით ეთნიკურმა პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა საფუძვლიანად იცოდნენ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. იმ გზის შესახებ, თუ როგორ უახლოვდებით ევროკავშირს, რა წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული, რა სარგებლის მომტანია მათთვის პირველ რიგში და აი ეს მითები და სამწუხაროდ გარკვეულწილად ბოლო დროს ანტიდასავლური პროპაგანდა რაც ხდება სამწუხაროდ არა მარტო დედაქალაქში, არამედ განსაკუთრებით რეგიონებში საქართველოსი მნიშვნელოვანია რომ აი ეს მითები იქნას პასუხგაცემული და ზუსტად დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ის არის რომ ვისაუბროთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ვეიბედი მაქვს რომ დასმული იქნება საკმაოდ სწორი კითხვები და ნებისმიერ კითხვაზე ჩვენც მზად ვართ რომ პასუხი გავცეთ ამ ახალგაზრდებს. ეს შეხვედრა ტარდება იმ პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მინისტრის აპარატში არის შემუშავებული. არის სამოქმედო გეგმა
ყოველწლიურად განახლებადი და ერთ-ერთი კომპონენტია რეგიონების მოსახლეობას გავაცნოთ ის სიკეთეები, რაც მოყვება ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას. ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში EUTHOS უმაღლესი ოფისის ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განხილვა, მათ შორის იმ საკითხებისა, რომლებიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის არის მნიშვნელოვანი. მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური პარტიების, ეროვნული უმცირესობების საკითხებში EUTHOS უმაღლესი კომისრის ოფისისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი ორგანიზაციების, მედიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ამ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი მიზანი არის პოლიტიკურ პარტიებს დავეხმაროთ უკეთესი კავშირების და უკეთესი კომუნიკაციის ქონაში რეგიონის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან, ყველა რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მეტად ცხოვრობენ და მეორე არის ის, რომ წავახალისოთ და მხარი დაუჭიროთ მნიშვნელოვან საკითხებზე სერიოზულ დისკუსიას. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა არის განათლების სისტემა, განათლების ხარისხი, მისი გაუმჯობესებისთვის საჭირო ნაბიჯები და როგორც ექსპერტები ამ სფეროში, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიები ისაუბრებენ საკუთარ პოლიტიკურ ხედვებზე, იმის თაობაზე, როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის შემდგომი რეფორმა. მარნეულის ცენტრალური სტადიონი წლებია სავალალო მდგომარეობაშია. სპორტსმენებს ვარჯიში, ბალახითა და სხვადასხვა ხეებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე უწევთ. ცენტრალურ სტადიონზე მოშლილია ყველა სახის ინფრასტრუქტურა. გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სკამებზე ლეღვისა და თუთის ხეებია ამოსული. მოუვლელ სათამაშო მოედანზე მომრავლებულია ქვეწარმავლებიც, რაც სპორტსმენების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიუხედავად ყველა ჩამოთვლილი პრობლემისა, ალტერნატიული სტადიონის არარსებობის გამო ახალგაზრდებს თამაში საშინელ პირობებში უწევთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. სტადიონზე ცუდი მდგომარეობაა, თუ გაგვიკეთებენ ძალიან კარგი იქნება. უფრო აქტიურად ვითამაშებთ ფეხბურთს, ჩავატარებთ სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე აქ ვარჯიში შეუძლებელია. პრობლემების შესახებ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიდი ხანია აქვს. მისი თქმით, აღნიშნული სტადიონი წლების წინ გასაყიდთა სიაში იყო, თუმცა გასხვისება მათ შეაჩერეს. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას კი დრო სჭირდება. თუმცა სტადიონის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე მზადდება. შეეხება ჩვენ სტადიონს არის სავალალო მდგომარეობაში. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა სტადიონის და პირველი რაც მინდა თქვა, რომ სტადიონი გადავაჩინეთ გასხვისებას. მოვიდა ჩვენი ხელისუფლება თუ არა, ცოტა დრო აგდა, რომ სტადიონის უკვე გასხვისებული იქნებოდა და დღეს დაინახავთ იქ წამოჭრილ კორპუსებს. სტადიონი შევაჩერეთ მისი გასხვისება, სტადიონი დაუბრუნდება თავისი ფუნქცია და აუცილებლად მოხდება მისი რეკონსტრუქცია. მე შეპირდი მოსახლეობას, რომ გარკვეული დროის შემდეგ უცებ ყველაფრის გაკეთება ცოტა ძნელია. ახლა ბიბლიოთეკა შეპირდი და ვაშენებთ უკვე. მიმდინარეობს ახლა პროექტირების დასასრულში არის ჩვენი სპორტული კომპლექსის თანამედროვე სპორტული კომპლექსის პროექტირება და ვცდილობთ რომ მოვიძიოთ თანხები, რომ დავიწყოთ აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა და რაც შეეხება სტადიონის არის პროექტირების სტადიაში მიმდინარეობს შესწავლა, იმიტომ მოგახსენებათ, რომ ჩვენი გუნდი თამაშობს პირველ ლიგაში, კარგეთი. და მას არ აქვს საკუთარი სტადიონი, სადაც შეუძლია ივარჯიშოს და არ მარტო ფეხბურთელებისთვის იქნება სტადიონი, იქნება ყველა მოქალაქისთვის, რომელიც შეძლებს მივიდეს და სტადიონზე თავისი ესე იგი განვითარდეს და სპორტულად და ესე იგი იფიქროს საკუთარ ჯანმრთელობას. ახალგაზრდების საკითხის მოგვარების მოლოდინში ძველ სტადიონზე ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობენ.